გამარჯობა, დღეს 2 აპრილია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1927 წლის 2 აპრილს დაიბადა უნგრელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ფერენც პუშკაში. მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მადრიდის რეალში, სადაც უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის 5ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 3ჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი და ერთხელ ესპანეთის თასი. ფერენც პუშკაშმა 262 მატჩში გაიტანა 242 გოლი, რაც საოცარი შედეგია. 1926 წლის 2 აპრილს დაიბადა ავსტრალიელი სპორტსმენი, ფორმულა 1-ის პილოტი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯეკ ბრებჰემი, ზედმეტსახელად ბლეკ ჯექი. 1914 წლის 2 აპრილს დაიბადა ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი ალეკ გინესი. 2007 წლის 2 აპრილს დაიბადა ჩეხი ჩოგბურთელი ბრენდა ფრუვირტოვა. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ტალანტად ქალთა ჩოგბურთში. 1996 წლის 2 აპრილს დაიბადა კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის აიაქსი და მილანის ინტერი. 2023 წლიდან ის მანჩესტერის ღირსებას იცავს. 2002 წლის 2 აპრილს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ემა მაიერსი. 1996 წლის 2 აპრილს დაიბადა ამერიკელი ქანთრი მომღერალი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი ზაკ ბრაიანი. 1990 წლის 2 აპრილს დაიბადა ბოსნიელი ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი. მან ითამაშა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის ლიონი, რომა, იუვენტუსი და ბარსელონა. 1988 წლის 2 აპრილს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჯესი პლემონსი. 1895 წლის 2 აპრილს დაიბადა ქართველი სიმბოლისტი, პოეტი, მწერალი, ცისფერ ყანწელთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ტიციან ტაბიძე. მას ეკუთვნის მრავალი თარგმანი ფრანგული და რუსული ენებიდან. ტიციან ტაბიძემ თარგმნა პუშკინის, ბუნინის, მაიაკოვსკის, არაგონისა და სხვათა ნაშრომები. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.